მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობისთვის აწარმოეს საქართველოში პროგრამის მეორე რაუნდი. ინოვაციური იდეების მქონე მეწარმეებს ფინანსურ წახალისებას პირდებიან. Airmax-ის ზესტაფონის ინტერნეტ სივრცის სტაბილური პროვაიდერი რა უპირატესობით გამოირჩევა კომპანიის მომსახურეობა და რა მიმართულებით აპირებს იგი რეგიონში ინვესტირების ზრდას. ოკუპაციის დღის გამოძახილი მე-7 საჯარო სკოლაში ლიტერატურულ-მხატვრული კომპოზიცია არ დაგივიწყებთ სამშობლო. რა შეთანხმება გაფორმდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და ზესტაფონს შორის სტადიონის განკარგვის თაობაზე და რა ხდება კლუბთან დაკავშირებით. ზესტაფონის პრესსამსახურის ინფორმაცია სპექტრში. მეწარმეობის განვითარების სააგენტო ადგილობრივი დაინტერესებული პირებისაგან ახალ ინოვაციურ ბიზნეს იდეებს ელოდება და მათ ფინანსურ წახალისებას პირდება. ერთი მეწარმე მისაღები პროექტის წარდგენის შემთხვევაში 5,000 ლარით, ორი 10,000-ით, სამი წევრისაგან შემდგარი ამხანაგობა კი 15,000 ლარით იქნება უზრუნველყოფილი. სამივე შემთხვევაში თანამონაწილეობა მხოლოდ 20% შეადგენს. სააგენტო მეწარმეთა საკონსულტაციო მხარდაჭერის მიზნით პროგრამის მეორე რაუნდის ფარგლებში ადგილობრივ მეწარმეებს შეხვდა და მათგან შეკითხვებს მოусმინა. შეკითხვებიდან გამომდინარე დაინტერესება საკმაოდ დიდი იყო სასოფლო მიმართულებით, თუმცა ეს პროგრამა არ არის მხოლოდ სასოფლო, ეს არის პროგრამა მცირე და მიკრო მეწარმეობის ხელშეწყობის და განუმარტეთ ყველას, რომ აქ ხელშეწყობა იქნება მცირე გადამამუშავებელ საწარმოებს, ქალბატონებს, ანუ გასული წლის გამოცდილებიდან გამომდინარე ძალიან ბევრმა ქალბატონმა ვისაც ასე ვთქვათ ჭრაკერვა ეხერხებოდა ჩვენი მეშვეობით გარკვეული დანადგარები შეეძინა და მათ უკვე დაიწყეს პროდუქციის წარმოება და უკვე გამოჩნდა ბაზარზე. არის აგრეთვე ჩირის წარმოება, აქვს ბევრი მიმართულება, შეზღუდვა პროგრამას არ აქვს, რაც უფრო ინოვაციური და განსხვავებული იდეით შემოვა, მოქალაქე ისინი წახალისდებიან. ბიზნესის ეფექტიანობის მართვის მიზნით გამართულ საკონსულტაციო მხარდასაჭერ შეხვედრაზე მისულმა მონაწილეებმა აქტუალურ კითხვებზე კვალიფიციური პასუხები მიიღეს. ინდ მეწარმეა საერთოდ და არ აქვს დანადგარი იმის რომ დაიჭრას მასალა. სპეციალურად არის ის სავეჯისთვის და უნდა იმის შეძენა. თუ შეიძლება რომ ამისთვის მიიღოს მონაწილეობა და დაფინანსდეს. პროექტი აწარმოეს საქართველოში გასული წლის ამავე პერიოდში დაიწყო და მას შემდეგ მიღებული ინფორმაციით 20 მეწარმემ ზესტაფონში 100,000 ლარის დაფინანსების ფარგლებში საკუთარი ბიზნესი განავითარა. პროგრამის პოზიტიურობაზე ხაზგასმის პარალელურად საგადასახადო ადმინისტრირების ლიბერალიზაციის აუცილებლობაზეც გააკეთეს აქცენტი. აქ წარმოადგენს გამოსვლებმა და კამათიც საკმაოდ ნორმალურად წარიმართა, მე ჩემი მხრივ თქვა დავამატებდი ერთ რამეს ამას. მიუხედავად იმისა, არის კარგი თქვა იცემა მეწარმეებზე, ამას თუ დაემატება ასევე ის საგადასახადო ადმინისტრირების ლიბერალიზაცია. მცირე ბიზნესის ხდება საკუთრებით მიკრო ბიზნესი ისედაც არ იხდის გადასახადს. მცირე ბიზნესია გადასახადი 5 და 3%-ით იბეკრება. ანუ ლიბერალიზაციაში რა ითვლება? სახელმწიფო ეხმარება გარკვეულ თანხას აძლევს ძირითად საშუალებების შესაძენად. მას თუ დაემატება ვთქვათ საგადასახადო ლიბერალიზაცია, ესე იგი გადასახადის გადავადება ერთ ესე ვთქვით. ანუ პირველ წელსვე არ გადაიხადოს გადასახადი, გადაიხადოს 3-4 წლის მერე. რეგიონში პროგრამის ადმინისტრირების კონკურსის შედეგად შერჩეული ორგანიზაცია უზრუნველყოფს, რომელიც რეგიონში ადგილობრივ დონეზე იქნება წარმოდგენილი და მოსახლეობას საკონსულტაციო მხარდაჭერას გაუწევს. აწარმოეს საქართველოში პროგრამის მიზანია რეგიონებში ბიზნესის განვითარება და მოსახლეობის შემოსავლების ზრდა. კომპანია Airmax-ი უსადენო ინტერნეტ პროვაიდერი, როგორც ინტერნეტ სივრცის ერთ-ერთი მასობრივი და სტაბილური მოთამაშე ზესტაფონსა და მიმდებარე მუნიციპალიტეტებში 2011 წლიდან შემოვიდა და ადგილობრივებს მაღალსიჩქარიანი სერვისით სარგებლობის საშუალება მისცა. კომპანია Airmax-ი გისმენთ? რით შემიძლია დაგეხმაროთ? დიახ. თქვენი ID ნომერია 19 21 53.
აირმაკსში დასაქმებული 20-მდე თანამშრომელი 24 საათიან უწყვეტ რეჟიმში მუშაობს, რათა მოსახლეობის ინტერნეტ მომსახურეობა უწყვეტი და მაღალხარისხიანი იყოს. აბონენტები კმაყოფილებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ აირმაქსმა მათ საშუალება მისცა გამხდარიყვნენ მსოფლიოს ნაწილი და ყველაზე მიუვალ ადგილებზეც კი მიიღოთ სტაბილური მაღალხარისხიანი სიგნალი. მე გახლავართ აირმაქსის მომხმარებელი, ვარ კმაყოფილი აირმაქსის მომსახურეობით. კმაყოფილი ვარ, ხარვეზები არანაირი არაფერი არ არის და რა ვიცი. და მე კმაყოფილი ვარ თქვენი ინტერნეტის მომსახურეობით. რამოდენიმე თვეა, რაც მე ხსეს ჩავერთვე აირმაქსის უსადენო უკაბელო ინტერნეტ მიღებაში და კმაყოფილი ვარ მიღებით, რითაც დიდ მადლობას ვუხდი აირმაქსის შემოქმედებას. ურჩევ ყველას გადავიდნენ უსადენო აირმაქსის უკაბელო ინტერნეტს. აბონენტების რაოდენობა და აირმაქსის სიგნალის გავრცელების არეალი დღითიდღე სულ უფრო მატულობს. ამ დროისათვის იმერეთის რეგიონში კომპანიას 2500-მდე მომხმარებელი ჰყავს. დასაქმებული პერსონალის 90% ადგილობრივი კადრია, რომლებმაც გადამზადება კომპანიის ბაზაზე გაიარეს. კომპანია აირმაქსი არის უსადენო ინტერნეტ პროვაიდერი ორგანიზაცია, რომელიც Wi-Fi გადამცემი ტექნოლოგიით ინტერნეტ მომსახურებას ახორციელებს იმერეთის რეგიონში. ამ ეტაპზე ჩვენი დაფარვის ზონებია ზესტაფონი, ქუთაისის წყალტუბოს რამოდენიმე სოფელი, ბაღდათი, ჭიათურა, საჩხერე და ხარაგაულის ნაწილი. ჩვენ გაგვაჩნია ოფისები როგორც ზესტაფონში, ავტოსადგურის მეორე სართულზე, ისე ქუთაისში, ჭავჭავაძის ნომერ 12-ში. რაც შეეხება მომავლის გეგმებს, ჩვენი ძირითადი მიზანია ვიყოთ კონკურენტუნარიანი და გავზარდოთ ჩვენი დაფარვის არეალი. აირმაქსის ზესტაფონშია რეგისტრირებული, მისი წილი ბიუჯეტში 250.000 ლარზე მეტ შეადგენს. რეგიონის ინვესტირების გაგრძელების მიზნით 2016 წლიდან სახელმწიფო პროექტში ერთვება მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი ყველა სოფელს. ამ დროისათვის დასრულებულია პროექტირება რამდენიმე მიმართულებით და მალე ოპტიკური ინტერნეტის მიყვანა იმ დასახლებულ პუნქტებში დაიწყება, სადაც აქამდე ეს სერვისი ხელმიუწვდომელი იყო. აირმაქსი უახლოეს წლებში შექმნის მძლავ ოპტიკურ ქსელს, რომელიც ათეულობით დასახლებულ პუნქტებს მოემსახურება იმერეთის რეგიონში. არ დაგივიწყებთ სამშობლო ამ სახელწოდების ღონისძიება მიუძღვნეს ოკუპაციის კვირეულს მე-7 საჯარო სკოლის უფროს კლასელებმა. პედაგოგების ხელშეწყობით მოსწავლეებმა საკმაოდ მრავალფეროვანი ისტორიული მასალები მოიძიეს და მაყურებელს წარმოუდგინეს. ჩვენი ბავშვები მოემზადნენ, გააცოცხლონ ისტორია, წარსული, შეისწავლეს ეს ამ მონაკვეთის 21 წლის რუსეთ-საქართველოს ომის ამბები და უნდა წარმოუდგინონ საზოგადოებას პატარა ღონისძიება. ჩვენი ღონისძიება ეხება 1921 წლის 25 თებერვალს, როცა სომხეთიდან რუსეთის მე-11 წითელი არმია შემოვიდა საქართველოში და სერგო ორჯონიკიძემ თბილისის თავზე ააფრიალა წითელი დროშა. ანუ ეს არის გასაბჭოების დღე და ეს დიდი ტკივილი ჩვენ გვინდა საზოგადოებას გავაცნოთ და სხვადასხვა ნომრებით ვცდილობთ საზოგადოებას აუხსნათ თუ რა მოხდა იმ დღეს, იმ ტრაგიკულ დღეს. ღონისძიებისთვის ჩვენ უკვე მემზადებით თითქმის 1 თვეა და ჩემი ლექსი შეეხება გადმოსცემს იმ ტკივილს, თუ რა ტკივილიც განიცადა მაროს მამამ და ვცდილობ გადმოვცე ამ ადამიანის განცდები. გარდა ისტორიული დეტალებისა, მოსწავლეებმა ეროვნული დღესასწაულის შესაბამისად სხვადასხვა აქტიობებით სცადეს ქართული ღირებულებების წარმოჩენა. საბრძოლო ხასიათის ცეკვა ხორუმით ისინი რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიას გამოეხმაურნენ. ეროვნული დღესასწაულია და ჩვენს ქართულად ვეხმიარებით ამ დღესასწაულს ჩვენი ცეკვით, ანუ ხორუმით. კაცური ცეკვით, რომელსაც შემოგთავაზებთ კონცერტზე. ერთსაათიანმა პროგრამამ, რომელმაც საკმაოდ საინტერესო გაგრძელება ჰპოვა სხვადასხვა საკონცერტო ნომრებით, გულგრილი არ დატოვა მოწვეული სტუმრები ადგილობრივი თვითმმართველობიდან და რესურს ცენტრიდან. აღსანიშნავია, რომ სკოლები უერთდებიან ოკუპაციის დღისადმი ეზური ღონისძიებებს. მე-7 სკოლაში ეს ტრადიცია, საერთოდ ყოველგვარი ასეთი დღესასწაული თუ აღსანიშნავი დღე აღინიშნება პომპეზურად და უფრო ხარისხიანად. დღევანდელი დღეც
მაგის აშკარად დადასტურება, რომ ამ სკოლაში ეს პროცესი კარგად მიმდინარეობს და ზოგადად ეს დღე საქართველოს ისტორიაში ძალიან ტრაგიკულია და კარგია ბავშვების და საერთოდ საზოგადოების ინფორმირების მხრივ კიდევ ერთი ნაბიჯი გადაერგება. მომდევნო სამი თვე დავით აბაშიძის სახელობის სტადიონი ეროვნული ჩემპიონატის მატჩებით დაიდვირთება. შეთანხმება ზესტაფონსა და ფეხბურთის ფედერაციას შორის მას შემდეგ გაფორმდა, რაც სტადიონების ინსპექტირების განყოფილების კომისიამ სტადიონისა და კლუბის ბაზაზე არსებული ინფრასტრუქტურა და მინდვრის საფარი შეამოწმა. იმავე კონტრაქტის მიხედვით ფედერაციას ვარჯიშების ჩასატარებლად გადაეცა საფეხბურთო ბაზის ერთ-ერთი მოედანიც. სტადიონისა და ბაზის საიჯარო სარგებლობაში გადავეცით დროებით. ხალხი აღფრთოვანებული იყო ნანახით, მინდვრის ხარისხი, როგორც ხედავთ, ძალიან კარგ კონდიციებშია და მოკლედ აი ამ თანამშრომლობის ფარგლებში ერთი მატჩი უკვე გაიმართა ჩვენ სტადიონზე, როგორც იცით, აგერ ჩვენმა მეზობლებმა თერჯოლის საპოვნელამ თბილისის დინამოელებს უმასპინძლა სულ რამდენიმე დღის წინ, ზე 27-ში ლანჩხუთის გურიას უმასპინძლებენ ასევე, 6-ში იგეგმება ქუთაისის ტორპედოს, ესე ვთქვათ, მატჩის გამართვა ჩვენ სტადიონზე ასევე და მოკლედ ესეთ რეჟიმშია. მეტიც იმდენად დადებითი დასკვნა დაიდო ამ კომისიის წევრთა ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელთა წინაშე, რომ არც მეტი არც ნაკლები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელმა მიიღო გადაწყვეტილება 28 მარტს, აი მიმდინარე წლის 28 მარტს დავით აბაშიძის სახელობის ზესტაფონის სტადიონზე საქართველოს ახალგაზრდულ 21 წლამდელთა ნაკრებზეა საუბარი და უკრაინელ თანატოლებს შორის მატჩის ჩვენ სტადიონზე ჩატარების შესახებ. სერგო ფუტკარაძე გუნდის სამომავლო ფუნქციონირების საკითხსაც შეეხო. ზესტაფონის პრესამსახურმა აქცენტი ქვეყანაში ფეხბურთის განვითარების პროგრამაზე გააკეთა და აღნიშნა, რომ მასში ჩადებული ნოვაციების შესაბამისი მოსაზრებები რამდენიმე წლის განმავლობაში კლუბის ინვესტორის ძირითადი მოთხოვნის საგანს წარმოადგენდა და ის ამ დრომდე უგულებელყოფილი იყო, რაც საბოლოოდ ზესტაფონის ლიგიდან მოკვეთითა და ილია კოკაიასთვის საფეხბურთო საქმიანობის აკრძალვით დასრულდა. ინფრასტრუქტურას ვუვლით მაქსიმალურად საამისო ასე ვთქვათ ძალღონეს არ ვიშურებთ, ყველაფერი წესრიგშია მაგ მხრივ. დანარჩენი კი რა თქმა უნდა, ხო უშუალოდ ფეხბურთის ფედერაციის გადასაწყვეტი იქნება რა, როგორ, რომელ ლიგაში და ასე შემდეგ მიიჩნევენ შესაძლებლად ჩვენს მონაწილეობას, თუმცა აქედანვე შეიძლება ითქვას, რომ ძალიან დიდი მოწონებით შევხვდით ახალ პროგრამას საფეხბურთის დაფინანსების ფონდის შექმნას. მინდა გითხრათ, ხა ნამდვილად არა ზესტაფონელი მაყურებლისთვის უცხო ის, რომ ალბათ ბოლო 5 წელი თუ კი რამე ასე ვთქვათ ფეხბურთში ინოვაციური და ახალი თანამედროვე გადაწყვეტილებები, თანამედროვეობისაკენ მომართული გადაწყვეტილების მიღებას თუ ვინმე ითხოვდა, ეს ჩვენ ვიყავით ალბათ შემთხვევების 90%-ში და რო წაიკითხავ იმ პროგრამას, გავეცანი იმ დოკუმენტს, მქონდა პატივი და ძირითადად ასე ვთქვათ მის მიმართულებებს და მოკლედ შინაარს ესეთი შტაბეჭდილება დაგრჩება მკითხველს, რომ სწორედ ის, რასაც ეს კლუბი, ჩვენი კლუბი, კლუბის ხელმძღვანელი, მფლობელი, ინვესტორი, ვინც ფულს დებდა, თანამშრომლები, გულშემატკივრები, ყველა ერთად ვომობდით და ვიბრძოდით, ფაქტობრივად ყველაფერი ისაა ქაღალდზე დატანილი და მოლოდინი მხოლოდ დადებითია.